მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია გამომცემლობა დედაენის დირექტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოწვეული პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი დოდო ღლონტი. მოგესალმებით დოდო და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მეც გესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ რომ ჩვენი სტუმარი ხართ, ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. და მე მინდა სანამ დავიწყებთ ზოგადად ამ გადაცემას ჩემი ბოლოდროინდელი ფიქრი და აღმოჩენა გითხრათ გრამატიკასთან დაკავშირებით. ის რომ ენა არის სასწაული და ენის შესწავლა ადამიანისთვის, როდესაც ის იწყებს წლინახევარი 2 წლიდან სიტყვებს სწავლობს, შემდეგ სიტყვათა შეთანხმებას, თავის ტვინში არის გრამატიზმის ცენტრი. არსებობს აგრამატიზმი, რომელიც ადამიანს საცხოვრნა ისწავლოს ბევრი ენა, უჭირს გრამატიკული აზროვნება. და ხშირად მიფიქრია მაგაზე, რომ ეს გრამატიკა რა არის. და ეს არის აი კოდი სწორედ უფლისგან ადამიანისთვის მიცემული, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნეიროლინგვისტური პროგრამირება, რომელიც ლინგვისტიკაზე და ენაზე და ენის მოწყობაზე და სიტყვის ძალასა და მნიშვნელობაზე არის დაფუძნებული, რომ სწორედ ის, რომ პირველად იყო სიტყვა და სწორედ ის, რომ სიტყვას აქვს წარმოუდგენელი ძალა, ამისი რაღაცნაირი დასტურია. და შესაბამისად, ადრე უფრო ვფიქრობდი, რომ ზუსტი მეცნიერებები იყო წამყვანი და მნიშვნელოვანი და რომელთა მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არ კნინდება არასდროს და არ დაკნინდება, მათემატიკა, ფიზიკა და ასე შემდეგ. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ანალიტიკური აზროვნებისთვის ფილოსოფია და სწორედ სიტყვა და ფილოლოგია არის უმნიშვნელოვანესი და რატომ არის ქართულის მასწავლებელი და ენის მასწავლებელი ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელი სკოლაში. სწორედ იმიტომ, რომ ის გაზიარებს თურმე ღმერთს და ის გაზიარებს მშობლიურს და ისეთ მიმართებებს, რომ ყველა საგანს, რა თქმა უნდა, ჩემი პატივისცემა, მაგრამ მე მინდოდა დამეფიქსირებინა ეს ჩემი დამოკიდებულება ზოგადად თქვენი სპეციალობისადმიც, რომელიც შეიძლება დღეს ისეთი პატივცემული აღარ იყოს, როგორც თქვათ, რომელიმე სხვა სპეციალობა, გამომდინარე ბაზრის მარკეტინგული რაღაცა კვლევებიდან. ასე რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება ისევ თქვენივე ნააზრევს იგავების შესახებ. მე მაქვს და დიდი ხნის წინ თქვენ მომეცით ეს და იქ თითქმის ყველა იგავი გაქვთ განხილული, რა თქმა უნდა, ბიბლიის კომენტატორების და წმინდა მამების მიხედვით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო იყო მართასა და მარიამის იგავი და ქალის სახე ზოგადად ღვთისმეტყველებაში. ეს ორი ქალი, რომელსაც რამოდენიმეჯერ არის მათი ხსენება სახარებაში და ზოგისთვის ეს არის ერთი არის საქმესთან დაკავშირებული და მეორე თითქოს სულიერებასთან, მოსმენასთან და სწავლასთან. რამდენად შეიძლება იყოს ერთ ქალში ეს განხორციელებული, სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ და დიდი მადლობა წინასწარ ამ ხელა შესაუბრისთვის. მე მიტყოდი ეს დიდებული საკითხია. თუნდაც აუცილებელი განსაზღვრელი საკითხია ქრისტიანი თუ ხარ ქრისტიანისათვის, იმიტომ რომ ქრისტიანის წინაშე, მართლმადიდებელი ქრისტიანის წინაშე მით უფრო ხომ ესე ვიტყოდი, არის არჩევანი, ყველაზე დიდი საქმე უნდა იყოს ორი რამ. არჩევანის, ღვთისათნო არჩევანისე. ესე იგი, გაჩერება, არჩევა, მიღება უფრო სწორად, არჩევანი უნდა მივიღოთ. ან უნდა მივიღოთ. და მეორე უარის თქმა, ეს არის არ მიღება არჩევანისა. მინდა ძალიან, მაგრამ არ უნდა გავაკეთო. ამიტომ ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ვთქვი, რამდენადაც ჩვენ ხატება და ხატებით ვართ დაჯდოებული ფულისგან, ადამიანს ხატება ჩაბერა სულის სახით, ხო, ასე ვთქვათ, ასე სულია, სულის ერთ-ერთი განმარტება ძველ ქართულში არის სწორედ ხატება. და აი ეს ხატება გონების და გონებრივი მსჯელობის, შემოქმედებითობის, აზროვნების და რას ყველაფერი ეს მიდის იქეთკენ, რომ უფალი გვეუბნება, რომ აი ეს ყველაფერი გამოიყენე
და რომ მე მომბაძო, შენ ჩემი შვილი ხარ, ჩვენ ხო ღვთისშვილები ვართ, ხო? მაგრამ ყველას უწინაესად უნდა დამემსგავსო მოაზროვნეობაში, ანუ გონიერებაში. ეს გონიერება იგულისხმება აქ. თქვენ კარგად დააფიქსირეთ ის, რომ არის ხორციელი ორი საქმეა, ეს ხორციელი და სულიერი. არის საქმე მართასი და არის საქმე მარიამისა. ერთი დაზუსტება მინდა შემოვიტანო, მართას და მარიამის ეპიზოდია იქ, რომელიც მართაც ისე აღიქმება მკითხველისთვის, როგორც იგავი. ეს იგავი არ არის, ეს არის სინამდვილეში მომხდარი ამბავი, ლაზარეს, ცნობილი ლაზარეს, ჩვენთვის მithumetes ხებაი და დიდებაი ქართული საინისაი ვინც იცის, ხო? რატომ არის უმნიშვნელოვანესი? აი მისი დები არიან ესენი. მართა და მარიამი. აქედან გამომდინარე გაჩნდა ტერმინები მართაობა და მარიამობა. ესე იგი ეს მართა და მარიამი უბრალოდ დები კი არ არიან. ლაზარესი ერთიც და მეორეც ერთსა და მეორეც ერთნაირად უყვარს, პატივს სცემს, ემორჩილება უფალს. უფალი ხშირად სტუმრობს და სწორედ ამ ოჯახს, ლაზარეს ოჯახს. თქვენ მონიშნეთ ის, რომ რამდენჯერმე არის ნახსენებიო სახარებაში ეს წყვილი, ეს შეწყვილებული, მე ესე ვიტყოდი, დები. ესენი უბრალოდ დები კი არ არიან, ესენი არიან შეზიარებულ შეწყვილებული დები. ერთი საქმით, მაგრამ როდესაც კითხვა ეს არის ლუკას სახარებაშია მეათე თავში, ერთი პირველი სადაც მართა ფაცი ფუცობს და მობრძანდა სტუმრად ქრისტე და ის მარტო არ მობრძანდებოდა სტუმრები ხავს და ასე შემდეგ და არის იონეს სახარებაში. იონეს სახარებაში არის ლაზარეს აღდგინების ეპიზოდი და იონეს სახარებაში არის ასევე აი ეს მარიამი მენელსეცხებლე მარიამში რომ ეშლება თხოლმე, აი ეს მარიამი რომელმაც ხო უფალს რამდენიმე დღით 6 დღით ადრე მის ჯვარცმამდე. ჩვენ მე მგონი დღეს უნდა შევჩერდეთ. ანუ ეს მარიამი არის ლაზარეს და მარიამი, რომელმაც 6 დღით ადრე. რამდენიმე მოსაზრებაა, რომ არის კიდევ სხვა მარიამიც არის ხომ გახსოვთ თქვენი გახსოვთ? მაგრამ არა მენელსაცხელე. ხო. ისიც იმაშობა და ამიტომ ეს წმინდა მამები ამაზე საგანგებოდ მსჯელობენ, მაგრამ და ზოგიერთი დასკვნით არის რომ ეს არის მარიამი ლაზარეს და ზოგიერთის კი აი ეს მარიამ რომელიც გადაარჩინა უფალმა, ხო? და ასე შემდეგ. მე მის თქმა მინდოდა რომ მართაობა და მარიამობა მე ტერმინოლოგიაში მუშაობ ბოლოხანს მე ძალიან მომედო სათნოთ და თბილად თქვენი მონიშნა იმაზე რომ ენა და სიტყვა ახსენეთ. დიახ, ენა როგორც ასეთი არ არსებობს. არსებობს დიალექტი, ბერძნული დიალექტი სიტყვა ნიშნავს ენას. მაგრამ ჩვენთან შემოვიდა და ბევრ ენაში შემოვიდა როგორც დიალექტი, ანუ მასაზრდოებელი, აი როგორც სისხლი აცოცხლებს ადამიანის ხორცს, ხო? აი ისე აცოცხლებს ენას სიტყვა. და ეს სიტყვა მოდის აი კახეთიდან, ქართლიდან, სამეგრელო ადრე იყო დიალექტი, მაგრამ ეხლა ენა ჩამოყალიბდა, ეს სხვა თემაა, ხო? და აი ბატონო ჩემო, მართაობა და მარიამობა შემოვიდა აი ამ ტერმინოლოგიაში მე მინდა მის თქმა. მართაობა ეს არის მართას არჩევანი. მოდით ორი სიტყვის ხო შეიძლება გავიხსენოთ. აი ეს ლუკას სახარებაში მეათე თავში რომ არის, როგორ არის რამდენიმე სიტყვით როგორც ამბავს ისე გავიხსენოთ. მართა მოიპატიჟა ქრისტე და მობრძანდა ქრისტე თავის თანხლებთ მოწაფეებთან ერთად და გაიშალა სუფრა. ეხლა ქართველი დიასახლისი ეს წარმოუდგენაც კი არ შეუძლია ჩვენთან რო შემოსულიყო ქრისტეს დონის ადამიანის სტუმრად. მე მგონი მართაზე ამანაც იმოქმედა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამას ამბობს კიდევაც. დაიბნა კიდევაც, აღელდა კიდევაც, რომ ასეთი დიდებული ადამიანი შემოვიდა. ესე იგი მართაც და მარიამიც უკვე აღიარებენ ქრისტეს არა უბრალოდ როგორც ზეკაცისას, არამედ როგორც ზეღვთისგან გამოგზავნილს მაინც უშუალოდ, ხო? და მარიამმა რა გააკეთა ამ დროს წმინდა მამები ხშირად ვითხოვდნენ, კაი ბატონო, მართა ფაცი ფუცობს. და ბოლოს იმასაც კი მიმართავს და გაკადნიერდება და უფალსეუნება უთხარი ამ ჩემს დას რომ მომეხმაროს მარტო მე ვერ ვერები ამ საქმეს, ესე იგი სტუმრებს ვერ იმაშვებიო. და მაშინ უფალი ეუბნება ძალიან ნიშნეულ, ჩვენთვის ნიშნეულ პასუხს. მართა, რა ისათვის ზრუნავ მრავლისათვის. აკი ერთი რამ არის აუცილებელი და ეს ერთი რამ განიმარტება საგანგებოდ და ჩვენ ვხვდებით ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ წმინდა მამებს უნდა დავეყრდნოთ და ისინი გამაოგნებელი სიბრძნით და სიღრმით განგვიმარტავენ იმას, რა არის ეს ერთი რამ, რომელიც კეთილი ნაწილი აირჩია მანო.
კეთილი ნაწილი არის, კეთილი ის არის, რომ რა გააკეთა ამ დროს მარიამ ამ სტუმრობის დროს. იატაკზე ადრე ესეთი ის იყო საუკუნეების განმავლობაში ესეთი ჩვევა და კი არა ადათი იყო თუ რაღაცა შემოშნული წესი იყო. როდესაც შენზე დიდი მცოდნე, ანუ აწრასაკოვანი დიდი იყო და რაღაცას გესაუბრებოდა, ბავშვები და ისინი ფეხმურთხმით ხდებოდნენ ხოლმე იატაკზე. აი ასეთ ჩამოშდა მარიამი და ხმას არიდებს. მარიამი დუმს. დუმილი იცით რაც არის, ხო? რასაც ნიშნავს. და იქ არის მის ჩვენ მარიამის ხმა არ გვესმის არაფერი. და მართა კიდე მაინც ამას განაწყენებული უყურებს ალბათ ერთ წმინდა მამამს. და აი ეს კეთილი ნაწილი არის სწორედ ის ერთი საქმე თქვენ რო ბრძანეთ, რომელსაც აქვს ხორციელი, ანუ ხილული მხარე, რომელიც უნდა აი ამ ხელებით და ამ ჩემი ისე იგი ყურით და თვალით და ენით, რაც იგი სიტყვით უნდა ვიქმოდე. მარტო კი არ ვამბობდე, უნდა ვიქმოდე. ეს არის უკვე გადავდივარ სულიერებაში. როგორც ვამბობ, როგორც ვხედავ, როგორც გავიაზრებ, ისე ვიქმ. ეს ერთი წმინდა მამის თუ არ ვწდები გრიგოლი ნოსელის დიდებული ნათქვამია, მე უბრალოდ ახლა ცოტა გავახალქართულე. და აგარ ბატონიშვილმა მართადან მარიამამდე რომ უნდა მიხვიდე. სხვათა შორის წმინდა მამები ამბობენ, რომ განსაკუთრებულად ამას ქალებსო. და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ალბათ იკითხავენ, რატომ კაცებს არაო, მამაკაცებსო და მე რა გამახსენდა, ეცით ქართულში კაცი სიტყვა ნიშნავს, მისი ამოსავალი ნიშნულობა არის ადამიანი. და არის ამიტომ მამა კაცი და დედა კაცი, ანუ ადამიანი მამრობითი და ადამიანი დედრობითი, ხო? აქ ეს ილია ჭავჭავაძე იჩივის ერთ-ერთ თავის პუბლიცისტიკაში ძალიან წყდება გული და გული მტკივა კიდეცო. იმისათვის რომ ჩვენმა ქალებმაც და კაცებმაც ქართულმა ენამ დაივიწყა სიტყვა დიდებული კაცი და დედაკაცი. დედაკაცს ახლა რო ეძახიან, თითქოს შეურაცხყოფენო. ქალი შემოვიდა. არა და ქალი რა არის? რისი მაქნისია? ილია ჭავჭავაძე ამბობს, ქალი არაფერს გეუბნება. დედაკაცი ამბობს, რომ შექმნილი ვარ ღვთისგან, როგორც ადამიანი, მაგრამ დედრი ვარ, ქალი ვარ. ასე დღევანდელი სიტყვით. მე ძალიან მიყვარს ამის, როდესაც გამოვარდება ხოლმე სიტყვა ამაზე, აუცილებლად ეს მაგალითი მომყავს ხოლმე. ესე იგი რა გამოდის? გამოდის ის, რომ ჩვენ მართას და მარიამის სახით გვაქვს სიმბოლურად გადატანითად საღვთისმეტყველო მნიშვნელობით იმუსება ესა. ეს ყველაფერი. მართა და მარიამი ერთი შვილია. აი ამ და არის უნდა ლაზარესი, ხო? და რა არის რომ შენი შვილები ზოგს რამდენი ყავს და ზოგს ყველას უმყოფოს ბედნიერად და სიხარულით და რა ვიცი დღეგრძელობით, მაგრამ ზოგი მართა გამოდის და ზოგი მარიამი. ხო? და აი თუ გინდა რომ როგორმე მარიამობამდე აღმაღლდე, ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა ამბობს ამას, აუცილებლად იმართავე. ესე იგი მართაობა გასწიე, მაგრამ ისი არა როგორც ახლა აი ამაში ლუკას სახარებაში არისო. იმიტომ რომ იქ არის ზედმეტი, გადაჭარბებული, რო იტყვიან გადამლაშებულიც კი უკვე, იმიტომ რომ სამ რაღაცას თულმე აშავებს იქ მართა. პირველი ის რომ თავის ამპარტავნობას გამოხატავს, რომ მარტო მე ვაკეთებო, განაცხადებს და თითქოს მარიამი არაფრის გამკეთებელი არ არის. მეორე ის რომ კადნიერია და უფალს ასწავლის რა უნდა იყოს და თან უმტკიცებს იმას, რომ მართა არასწორად იქცევაო. და მესამე ყველაზე მთავარი არის ის, რომ ესე იგი დასაც განიკითხავს და უფალსაც ერთად. მეტი რაღა უნდა გააკეთოს, ხო? ოჯახის დიასახლისმა. სხვათა მე მინდა დიასახლი, ჩვენ ქართული დიასახლი დედაჩემი მახსენდება. მე დედას ეს აი ამ საკითხზე პირველად წერილი დაიბეჭდა, მადლობა უფალს, საკმაოდ 80-იანი წლები იყო, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ მამა გიორგი გამრეკელმა დღეს ჩვენმა მეუფე ივანემ თავის დიდებულ ჟურნალში კრებულში რწმენა და ცოდნა. და ძალიან გამიხარდა რომ მოეწონა, ძალიან მეღელავდი რა თქმა უნდა და იქ მე ვუძღვენ ჩემს დედას, ჩემს თინა ხუციშვილი ღლონს, რომელიც ახალგაზრდა წავიდა, მაგრამ დღემდე ესე იგი თუ კი რაიმე სიკეთე მაქვს და აღმოვაჩენ ხოლმე ეს დედიკოსგან არის და ჩემი ბებიასგანაც, ბარობაბოსგანაც რა თქმა უნდა, დედიკოს დედაზეა.
ხო, ეხლა მოდით ჩვენ ისე გავუბრუნდეთ ამას. ნახეთ, მართა და მარიამ მომდა. მე მინდა ეს წავიკითხო თუ შეიძლება. ციტატაა. ეს არის მიტროპოლიტ ფილარეტის ამოვარჩია. ყველა წმინდა მამა თითქმის ამას ამბობს, მაგრამ ნახეთ რა კარგად აქვს ჩამოყალიბებული ის რაც თქვენ თქვით, ხორციელი და სულიერი. თუ კი სულის ცხოვნების საქმე თქვენ საქმეთა შორის უპირველესია თქვენთვის და ამ საქმეს ყოველდღიური ცხოვრების წესად აქცევთ. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი საქმე ამ საქმეს დაექვემდებარება, მაშინ ამ სოფლიური ხორციელის საქმე არასოდეს შეაფერხებს ზეციურს. მაშინ კი შეგიძლიათ იმედი გქონდეთ, რომ მოიპოვებთ სასუფეველს, ესოდენ სანეტაროს და სასურველს ყველასთვის. მაგრამ პირიქითაც არის. თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ უნდა უზრუნველყოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, აი ეს როდ ხორციელი მოთხოვნილებები და სურვილები და მხოლოდ ამის შემდეგ ხაზი ესმება აქ ამას. უნდა მიხედოთ ზეციურს და ესე იგი სულის ცხონება მოცილილობის ჟამს გასაკეთებელ საქმეთ აქციოთ. ერთ-ერთ რიგით საქმეთაც კი. მაშინ თქვენ უზენაეს უმაღლეს იერარქიას არღვევთ, ანგრევთ უფლის მიერ დადგენილ თანმიმდევრობას, რომლითაც უნდა აღსრულებულიყო თქვენივე ხსნისა და გადარჩენის უდიდესი საიდუმლო. ესე იგი ჩვენ მართასა და მარიამის ეს ეპიზოდი გვასწავლის აი ამ გადარჩენის, აქედან გადარჩენისთვის სათნო არჩევანის, ღვთისათნო არჩევანის გაკეთებას. ეს მთელი ცხოვრების წესია, მეგობრებო, ჩვენი ქრისტიანის ცხოვრების წესია, რომელსაც საფუძველში აქვს, უკეთ მინდა გავიმეორო. სხვათა შორის ითქვა თქვენს გადაცემაში, მე ვერ ვიკავებ თავს, რომ ბატონი გიორგი გვასალიას მოусმინე ამის წინ და ეს იყოს საოცრება, რამდენჯერმე მოусმინე, მადლობა უფალს და მადლობა მას და მადლობა თქვენ შემოგარგო. რატო? იმიტომ რომ იქ ითქვა, რა არის ყველაზე მამოძრავებელი იმისა, რომ მე სხვისათნო არჩევანი უნდა კარგად მოვისმინოთ, უნდა უფალი, რასაც მეუნება, იმას უნდა დავემორჩილო და იმის სიტყვა უნდა განვახორციელო, როგორც შემიძლია, რაც მომცა უფალმა იმ საშუალებებით. ხო, და აგერ ბატონო ჩემო დასასრულის შემთხვევით არის ავქენი. ნახეთ ბოლოში როგორი დასკვნა მიტროპოლიტ ფილარეტს. აი მაშინ კი თქვენ არ გახართ სასუფევლისაკენ მისავალ გზაზე და ამის გამო მე გული მტკივაო. ამბობს ის. და დასკვნა, მე მინდა დასკვნა წაგიკითხოთ ერთი ცოტა ციტატებად ვიქცევი, მაგრამ ამაზე უკეთესად, იმიტომ რომ ყველა ჩემი თქვენ ახსენეთ იგავები 38 იგავს ყובה უფალი და 4-ვე სახარებაშია განსაკუთრებით უფრო ნაკლებია იონეს სახარებაში ეს გასაგები მიზეზის გამო და აი იგავთ მეტყველება რომ აირჩია უფალმა ერთ-ერთ თავის ქადაგების ესე იგი გზად ხო ეს არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ მე როდესაც ამ იგავებზე ვიმუშავე ყველა იგავში შეკითხვებს ან უფალისვამს და საერთოდ სახარებაშიც მე გადავედი სხვა იმაში ეპიზოდებში 500-მდე შეკითხვაა 4-ვე სახარებაში შეიძლება ღვთისწყალობით წეგიდად გამოვიდეს შეკითხვაც ერთ-ერთი არის საფეხური კი არა საშუალება წესი იმისა რომ ეკადაგა ნახეთ როგორ უმეტესად არის შეკითხვა რომელზეც პასუხს კი არ ელოდება აგზავნეს აბა მითხარი აბა ეხლა რომელია მართალია ამ ორცეში ორი ძისეგებს იხსენებ ეხლა პირველი თუ მეორე რა თქმა უნდა ისინი პასუხობენ რომ პირველია ხო და ასე შემდეგ ან მეორეა ვინც არის ასე იგი აიძულებს რომ თავისი გონებით კარგად სიღრმეში ჩავიდეს და იქიდან ამოიღოს პასუხი რომ მინდა გავქმნა თუ არა ვქმნა ანუ უარი ვთქვა ცოტვაზე აი ნახეთ რას ამბობს წმინდა მამები სხვათა შორის იყენებენ როგორც მე შევამჩნიე მე დამიდასტურეს მე ვკითხე ჩვენს მოძღვრებს რომ ესე იგი მიტროპოლიტ ფილარეტის აი ამას ნახეთ რას ამბობს თუ შეგიძლია ამაღლდი მარიამამდე ესე იგი მართას ეხება უშუალოდ მართაობას ამაღლდი ნებებზე ბატონობით ნებებზე რომ არის ბატონო ესე იგი ცოდვათა მონანიებით ღვთის სიტყვის მიღებისაკენ სწრაფვით ღვთის სიტყვის თუ არ შეგიძლია, მაშინ ისევ მართად დარჩი. ოღონდ ისე კი არ ემსახურო უფალს, როგორც მიუდაზრუნდით შეწუხებული მართა ირჯება აქ. არამედ მართას ეს საქმე ისეთ ქმედით ქველმოქმედებად აქციე, ქმედითი, საქმეში მაინც გააკეთეო, რომ სტუმარის დააპურო ხორციელად და შენც მოგეცეს პური შენი არსობისა უფალს რო ევედრები. ზეციური პური, ის რის მისაღებადაც მარიამი ჩამოუჯდა ფერხთით ქრისტეს. ამაზე მეტი მე რაღა უნდა ვთქვა, რო იტყვიან. და ისიც ძალიან მომეწონა ეს ტერმინები კიდე ჭრეტითი ქველმოქმედება და არა მოქმედება და ქმედითი ქველმოქმედება.
ქმედით ქველმოქმედება არის მართაობა, ჭვრეტითი არის მარიამობა. ის ჭვრეტითი ესე იგი გულისხმობს კი არა, ჭვრეტითი ეფუძნება ქმედიც. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ მე რო გისმენდით კანიერება შეერჩევამართვათ, მაგრამ რაღაცნაირად აქ აი ეს უპირატესობა მაინც გამიჭირდებოდა ამის თქმა, რომ უპირატ, თუმცა რა თქმა უნდა, მარიამის სულიერება რო უპირატესია ხორციელზე, მაგრამ ღმერთმა ეს ხორცი ხო მოგვცა ზუსტად იმიტომ, რომ სულიერებაში არ გადავარდეთ, აი ფსევდოსულიერება არის ერთ-ერთი საფრთხე ადამიანისთვის და თქო იგივე გამორიცხოს ყველაფერი საქმე რაც არის და მხოლოდ სულიერებაში იყოს, ეს ძალიან გაუჭირდებოდა ქალს. შვილების აღზრდა და იქ თუ თქო გამოყვება ოჯახის თუ რაღაც ნებისმიერი ზრუნვა რაც არის და მეორეს მხრივ მარტო ზრუნვა, მარტო თქო რაღაცა დასუფთავება, საჭმლის კეთება, შვილების გამოყვება სულიერების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს კიდევ იქნებოდა ალბათ ესეც რაღაცა ფსევდო ცხოვრება, ოღონდ ფსევდო ფიზიკურ დაფუძნებული, რომ აი ხორციელზე, რომ მაინც და მაინც უნდა თქო ძალიან ჯანმრთელები და დღეს არის ეს ტენდენცია, რომ აი პირველ ადგილზე არის ჯანმრთელობა და მერე ყველა სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, მაგრამ სულიერი ჯანმრთელობა არის უპირატესი. თუმცა ერთი მეორეს ისე ავსებს ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ არ ვართ ჯამი სხეულის და სულის და სამშვინველის სულის სხეულის, ჩვენ არ ვართ ჯამი ფიქრების, აზრების, სურვილების, არ ვართ ჯამი ცხვირის, ხელის და ფეხის. ეს არის რაღაცა საოცარი ორკესტრირებული არსება, საოცარი შემოქმედების გვირგვინი, როგორც ეძახიან ადამიანს, რომელშიც ეს ყველაფერი არის ჰარმონიულად თავსებადი და აი აქ მინდა შემოვიტანო იერარქიულობის როგორც უმნიშვნელოვანესი დანიშნულების და მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რომ იერარქიულობა თავისთავად არ ნიშნავს ერთმა მეორე ან განდევნოს ან დაჩაგროს, რომ როგორც ერთი ისე მეორე არის საჭირო, მაგრამ აი შინაგანი დამოკიდებულებით ალბათ უნდა დააპრიორიტეტოს ადამიანმა, თქვენთან ცოტა მერიდება კიდევაც საუბარი, ანუ პირველ ადგილზე დაახენოს ადამიანმა სულიერება. ამიტომ რაღაცა მართას კადნიერებაც მე ამაში ძალიან დიდ სიყვარულს ხედავ უფლისადმი მისი და მამას ზრუნვას, რომ აი მიშველე რაღაცა. თუმცა ალბათ ხო, რა თქმა უნდა, წმინდა მამები რასაც ამბობენ, ის არის მისაღები და გასაგები, მაგრამ რაღაცა ერთი რამ არის, ესე ვთქვათ, ერთი ჩანართი უნდა გავაკეთოთ, თქვენ აბსოლუტურად გეთახმებით ყველაფერში, უბრალოდ არა პირველი და არა უკეთესი, ანუ უარესი, არა პირველი და მეორე, არამედ ეს არის კარგი ტერმინი მომაწოდეთ, იერარქიული დამოკიდებულება უნდა დავინახოთ აქ. ანუ მართა არის პირველი საფეხური, აუცილებლად უნდა გააკეთო, მაგას არ უგრძელავს უფალი. სტუმართ მოყვარებას, ხა ქართველი ქრისტიანად ვერასოდეს ვერ ადარჩებოდა, ეს რა ყოფილიყო, ასე ვერ ყოფილიყო, ხო? მაგრამ ხაზგასმით ეუბნება, რომ ეს არ უნდა მიიჩნიო შენ მიზნად, ზეამოცანად. აი მე ერთხელ ვკითხე ბავშვებს, ზეამოცანე უფრო საფეხურები და პირველი არის ხორციელი, მეორე არის სულიერი და მესამე არის ვთქვათ ცხონება, ხო? მაგრამ აი ზეამოცანა უფრო ცხონებას ეკუთვნის თუ მიზანი ცხონებას ეკუთვნის. რომელი ანუ ზეამოცანა მართავს ჩემს მიზანს თუ მიზანში იგულისხმება რაღაც ერთ-ერთი ზეამოცანა. ეს ისე უბრალოდ ჩაურთე. მეც აქ დავამატებ დოდო რომ დაგასწრეთ არსებობს მიზანი და არსებობს საშუალება და საშუალება მიზნად არ უნდა გახადოს ადამიანს. საშუალება არის პროცესი, რომ სადღაც მიხვიდე. და დღეს ამას ხედავთ ამ აღრევას ხშირად. ეს აღრევა, რომ თავარი მიზანი ხდება რაღაცა ფული წარმატება როგორც მიზანი და ეს თუ არის საშუალება რაღაცისთვის, მაშინ ყველაფერი რაღაცისთვის, ანუ სულიერებისთვის, მაშინ აქ ლაგდება და ერთი მეორეს არც განდევნის, არც ჩაგრავს. ძალიან მნიშვნელოვანი. სხვაშორის იგივე ჰუმანისტებმა, ფსიქოლოგებმა რომ შემოიტანეს იერარქია
აი ამ ასე ვთქვათ მოთხოვნილებათა, საჭიროებათა იერარქია, ყველაზე მაღალი მათთვის იყო თვითაქტუალიზაცია და შემდგომში გარკვეული ეგზისტენციალისტები ამატებენ ამას სწორედ აბსოლუტთან ურთიერთობას, ღმერთს ნაკლებად ახსენებენ. ანუ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა, რომელიც არის ალბათ პიკი, წვერი ჩვენი ყველაზე მაღალი საჭიროება და მოთხოვნილება და თუ იმის ადგილს რამე დაიკავებს, საჭმელი, სასმელი, ურთიერთობები, წარმატება, ფული, ეს აუცილებლად გაწყლიტავს ადამიანს და ამოყირავდება და მოიყოლებს. დააბრკოლებს ამ საქმეს. ხო, რაღაცა ეს იქნება შეიძლება მისი თქვათ, სასჯელს არ ვიხმარ სიტყვას, მაგრამ დაბრკოლება ალბათ უფრო კარგი სიტყვა. და აი აქ სწორედ სულიერების მნიშვნელობა, რომ ზეაღმატებულია და ალბათ მიზანი ცხონებაა და არა ნებისმიერი სხვა რამე, საშუალებად რაც გამოდგება, ეს როგორ შეიძლება, რომ განსაკუთრებით დღეს აი გოგონებს და ქალებს თან ამ ენით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ქრისტიანი ქალის რა არის ჭეშმარიტი მოვალეობანი თუ რა არის ქრისტიანი ქალის მდგომარეობა დღეს, იმიტომ რომ თან დღევანდელობა თავის კონტექსტს და თავის რაღაცა ასე ვთქვათ ორნამენტებს მოიცავს. თუმცა შინაარსი არ იცვლება, იცვლება ფორმები. ვერ შეიცვლება. და აი თან მithod აგერ 1700 წელი არ ინიშნება ხო ჩვენი ქრისტიანობისა. თუმცა მე ვიტყოდი 2000 წელი შეუძლია ვთქვა თამამად, მაგრამ ოფიციალურად კი ბატონო. მაგრამ რა არის იცით აი ეს სწორედაც რომ ზეაღმატებული იმიტომ არის სულიერება, რომ სულიერება სჭირდება არჩევანის მესამეთ ვამბობ ამას და ალბათ მეოთხეთაც ვიტყვია თუ კი საჭირო იქნება არჩევანი როგორ კეთდება. მე ჯერ საქმეს არ უნდა შეუდგე. მე თუ იმ წუთშივე შეუდგები საქმეს, აი მაგალითად მე ერთხელ ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ რაღაც მაგალითი მითხარი მაგალითად და დავიდგეთ ესეთი მაგალითი მოვიფიქრე. მაგალითად მინდა რომ ოთახი გამოვგაო. და ავდგეთ იმ წუთში და ცოცხს არ მოვკიდო ხელი. გამოვგვი? ვერაო მითხრა. ავდგეთ და დავიწყო ეს ფათაფუთი და ეს გააკეთა მეთქი მართამ. ეს ადრე იყო რამდენი ხნის წინ და მიხვდა რასაც აი მე გონება, ხატება, რომელიც ჩვენ ვახსენეთ დღეს, ეს არის სწორედ ამ მიზნით და ამ ფუნქციით დატვირთული, რომ მე გავაკეთო არჩევანი. ძალიან კარგად თქვა ბატონო გიორგი გვასალია მაშინ ეს ყველამ ვიცით რომ აი ეს გრძელული ხილიც იმიტომ აიგრძალა რომ მე კიდევ ერთხელ დავფიქრდე როცა გავაკეთო თქვა და ერთხელ ადგენა და გააკეთეს ჩვენმა პირველ მშობლებმა ხო იმიტომ ჩვენ დაიღო ყველაფერი აი ამ დარღვევის საშიშროებაა თუ იქ ყველაფერი არც მართა ეს ამტუნებს და განიკითხავს უფალი პირიქით მართა განიკითხავს აქეთ და არც მარიამს აქებს პირიქით ისე უფალი აქებს მაგრამ ორივეს ერთად ანუ აი აქ თავარი აქცენტი არის უკეთესი გამოირჩია ხო ანუ უკეთესი არჩევანი გააკეთა ხო იმიტომ რომ სტუმრად მოვიდა და დაждდა რა დროს ის არის და სხვადასხვა ერთი შეკითხვა იყო მე საფრთხეს ვასწავლედი სასწავლო სკოლაში რამდენიმე ხანი და ბავშვებმა უფრო თავისი შეკითხვებით მასწავლეს მე საფრთხის საფუძვლები მართლა საოცრება იყო ესა და მადლობა უფალს და ერთმა ბავშვმა გოგონამ მე მკითხა კი მაგრამო ესე იგი რა არის ესე იგი მართაო ძალიან ხშირად გოგოებით 12 მყავდა ერთში ხო ეს პატარა კლასებია და 12 გოგონა მყავდა და 4 ვიჯუნა ხო და გოგოებს და თან მქონდა ესეთი საუბარი გაკვეთილზე და მიცით რა მითხრა მართაზე კი მაგრამო ესე იგი რაო მართას ვერი რო გააკეთაო რა ყელზე დაადგებოდა თუ იმ სტუმრებსო დავუკეთეთ ბავშვულად მითხრა მე 7 კლასია ხო და არა შეიძლება მე მოთხარ აქ ის არის რომ აი მე მეთქი აი საყვედო რა მეთქი დაასაც საყვედო და იმასაც ეს ისიც რა უთხარი მე მაშინ და მინდა რომ აქაც გავიმეორო არაფერი არ ვარ გაზედმეტი ბავშვს ესა ავანტყოფს როცა უნებიან 2 აბი დალიეო უნდა 2 დალიეო იმიტომ რომ ერთს რო დალევ ისეთ გამოჯამრთელება აღარ იწყება და პირიქით ერთს როვნები და 3 და 4 რომ მე მაგალითად ესე დამემართა შეეშალა ჩემ ერთ ექიმს და ზედმეტი დოზირება სამწყობოში მოვხვდი გესმით თქვენ ეს ხომისმა შეუნდოს იმას რაზე ელაბარაკი აი ზომიერება რა კარგი სიტყვა არა ზომიერება სოშვის მე გამახსენდა ერთი ამბავი პატერიკი როდესაც
მომლოცველი ბერი მიდის ერთ-ერთ მონასტერში და იქ ხედავს რომ ძალიან ბევრი მორჩილი და ბერი მონაზონი იქ რაღაც მიწასთან მუშაობს, რაღაც მეურნეობა აქვს და რომ მივიდა იღუმენს შეხვდა და უთხრა რომ ესა მონასტერიაო თუ მეურნეობაო და მონასტერია მან უთხრა და რა არის იმის მაგათ ლოცულობდეთო და პარაკლისებს იხდიდეთ და რაღაც მიწასთან მუშაობენ ეს ხო უმნიშვნელოა და არაფერი არ უპასუხა და მოათავსეს ერთ-ერთ კელიაში სენაკში და შემდგომში ორჯერ დაირეკა ზარი, ანუ ზარი როგორც ტრაპეზისთვის და არც ერთხელ არ დაპატიჟეს და ძალიან გაბრაზდა ნაწყენი და დაღლილი გზიდან მოსული და მეორე დღესაც რომ არ დაუძახეს მივიდა და უკვე ეს საყვედური უთხრა კი მაგრამ თქვენ სტუმართმოყვარეობა არ გაგიგიათ რა არის სტუმარი ვარო და არ მეძახით ტრაპეზով და ამაზე ეს პასუხი გასცეს რომ თქვენო იმდენად სულიერი გვეგონეთო რომ არ შეგაწუხეთ ამ წვრილმანით რასაც ქვია ჭამაო აი სწორედ ეს არის ის რომ ალბათ მაშინ შეინანა და მიხვდა რომ ესეთი ამპარტავნული რომ ადამიანს თქვათ რომელიც ზამთრისთვის რაღაც კამპოტებს აკეთებს რაღაც მურაბებს როგორც ჩვენი ბებიები აკეთებდნენ მას რაღაც აუგდო ეს საქმე რომ ეს ხო არ არის მთავარი სხვა რამე და სინამდვილეში მე ძალიანაც სიამოვნებით მიირთმევ იმას, როდესაც გახსნი და ძალიანაც სიამოვნებს ადამიანს. თუმცა აი აქ არის სწორედ ლაპარაკი იმაზე, რომ რას უფრო წინ დააყენებ ისევ და აი ისევ თქვენი ნათქვამს მე შემოყვებით ამ საუბარში, რომ არჩევანი საშუალება და უნარზე დიდი წყალობა, არ ვიცი, აი სიცოცხლესთან ერთად, რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა არის სწორედ არჩევანის უნარი. კიდევ ერთ ვიტყვი და მე ჩემთან. იმიტომ რომ ვერ ვიკავებ თავს რატო? იმიტომ რომ მე მქონდა ცოდ ძირზე და მადლობა უფალს. მართლა რო იტყვიან თავის მოწონებად შემიძლია, იმიტომ რომ ყველა მიიღო, სადაც კი წავიკითხე. ეს არის ცოდნა და ცოდვა. ორივეში ცოდვა, ვფიქრობ რატოა ცოდვა, შუაშია ცოდნა ცოდვასთან. და მე როდესაც წავიკითხე წმინდა მამების ეს უკვე 90-იან წლებში, მაშინ მანამდე ხო სად იყო ეს ამის საშუალება რომ ეგზეგეტიკა გეკითხა ხო ვთქვათ. და მე მივხვდი რა შემოხდა. ადამმა და ევამ და ადამაო მე ერთხელ შემისწორე. ადამმა და ევამ მეტის ცოდნა ინდომეს და დაარღვიეს ის ერთადერთი მარხვა აგერე ხლა ხო მარხვაში ვართ. რომელიც უნდა მურჩილად უნდა მიიღოთ. ისიც დაარღვიეს. და რა ქნა რა მოხდა? ცოდნის მაგივრად შერჩათ ცოდვა. და მე მივხვდი ქართულში რატომ არის ეს ცოდ ორივე ამ სიტყვაში. საოცარი რომ მეთქვით არასდროს მიფიქრია მაგას. საოცრება ეს მეთი რამე მინდა თქვა წმინდა მამების ეგზეგეტიკა განმარტებები და ასეთი თბილი და ასეთი ღრმა და ყოველთვის მომცველი განმარტებები რომ არ წამეკითხა მე მაგალითად ვერ მოკიდებდი, ვერ გავკადნიერდებოდი. კადნიერება სხვათა შორის ბევრი წმინდა მამაობს რომ კადნიერი თუ არ ახარ ვერ ცხონდებიო. კადნიერი ოღონდ უნდა დაამატო. კადნიერი სიკეთეში. რა თქმა უნდა, თუ არ განმარტე ის შემთხვევაში. იმიტომ რომ ვიღაცა ადგება და იკადნიერებს. როგორც უნდა ისე ხო? და როგორ იცვლება კიდევ სიტყვის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში და სიტყვას იმაშვება. აი როგორც მე და ჩემი ერთი მეგობარი ძალიან დაემდა მეგობრობთ ხო და ნათელმირონი გქონდა. იცი დამემსგავსეთ ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდა შენ დაემსგავსე ნანას თუ ნანა დაემსგავსე. არა სხვათა შორის და ხშირად აი ჩვენ თქვენ რაც თქვით ახლა ის ახალი სიტყვები რომელიც შემოდის და თითქოს ანაცვლებს ჩვენს არაცნობიერს ანუ ისე რომ ვთქვათ ჩვენ სულს ესმის ის თავისი ნამდვილი მნიშვნელობა ამიტომ აქვს ძალიან დიდი ფასი გადასახადი ჩვენ ნათქვამ უწმაწურობას ნათქვამ წყევლა კროლვას ლანძღვას გინებას ძალიან დიდი ფასი გადასახადი მოგვდის მე სწორედ იმიტომ რომ ზუსტად ეს აზიანებს ძალიან ადამიანს მისი პირიდან ამოსული სიტყვა რომელიც შეიძლება იყოს მიმართული რომელსაც არც კი ფიქრობ რას ამბობს ზოგჯერ ადამიანი და რატომ და რისთვის ამბობს ამას უბრალოდ აი რაღაცას ვერ იკავებს თავის თავში და გამოაქვს ნეგატივი და ის დღეს არის ძალიან ჩარჩოს შეცვლა ძალიან მიღებული ფორმა სხვა სათაურის გაკეთება და ეს სათაური და ეს მნიშვნელობა ერთმანეთთან შესაბამისობაში
რამდენად არის ესეც განსაზღვრავს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ადამიანის და რას გულისხმობს და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამას რასაც თქვენ საუბრობთ, მაგრამ თქვენ თქვით რომ სამსახარებაში არისო ნახსენები მართასა და მარიამის ამბავი. ხო, ლუკას სახარებაში და არა, ორი. ლუკას სახარებაში და იონეს სახარებაში. ორ სახარებაში. ორი იონეს სახარებაში არის მე-11 თავი და მე-12 თავი. ანუ იონეს სახარებაში ორჯერ ნახსენები. დიახ. და რას ნიშნავს აი თქვენთვის რომ მეგობარი იყო ლაზარე და მართა და მარიამი და უფალი ხშირად სტუმრობდა მათ და როდესაც უთხრეს ლაზარე მოკვდა მას სრემლები წამოუვიდა და ეს მიუხედავად იმისა და მე აღადგინა უკვე ფაქტობრივად ეს მეორედ მოსვლის მისდითება და მინიშნება არის რომ წმინდა მამები ბრძანებენ ეს ის სასწაულია რომელიც ალბათ ყველა რომელსაც გაივლის ყველა ადამიანი გარდაცვალების მერე ეს აღდგინება და ისევ რომ ამ ქალების როლს დაუბრუნდეთ ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი მიმართება რომ ყოველთვის მე ჩემს მიმართ ყოფილა ერთ-ერთი არ დავასახელებ რომელსაც პირდაპირ მითხრა რომ ქალიო ძალიან დაჩაგრულია სახარებაშიო და ძველ აღთქმაშიო და ქალთა უფლებების კუთხიდან უნდა და ამის განხილვა და მე ძალიან დიდი წინააღმდეგობა გავწია მაშინ და მე რეგული დამწყდა რომ არ გავაკეთე ამისი მიმოხილვა რომ დაჩაგრული კი არა პირიქით ზეაღმატებულია ქალი წმინდა წერილში ბევრი ქალი არ არის ნახსენები ხო რა თქმა უნდა ჩვენ ცირედნი არიან რჩეულნი და იმიტომ ცირედნი არიან რჩეულნი მაგრამ ვინც არის ნახსენები არის ალბათ ყველაზე დიდი მასწავლებელი და სასწავლებელი არა მარტო ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვისაც, რა თქმა უნდა, კაცისთვის, ადამიანისთვის სასწავლებელი. და მაინც აი რას გვასწავლის საბოლოო ჯამში ეს ამბავი, რომელიც მე იგავად მოვიხსენე, იმიტომ რომ იგავურიც არის რაღაცნაირად. რა თქმა უნდა, იგავა ძალიან ბევრი აღიქვამს, ბევრი მკითხველი ეს ჩვეულებრივი. თუმცა ეს იყო რატომ იგავი არის მაგალითი რომელსაც უნდა ბაზო გამოიყენო და ასე შემდეგ და აგეთ ჩვენ რამდენი საკითხი წამოიჭრა ჩვენს წინაშე და იგავთ მეტყველებითი ისინი აქვს რა ქვია აღქმა და მიღებაც შეიძლება ასე მაგრამ არ არის იგავი რა თქმა უნდა რას გვასწავლის და იგივე თქვენ რო ბრძანეთ რომ 38 იგავია ამოთხ სახარებაში ანუ ეს 38 სულიერი, განსულიერებული და ჭკუის სასწავლებელი. რომელსაც თვითონ უფალი აწვდის უმეტესობას აქედან აწვდის მხოლოდ 12 სიკულს და დიდად ქადაგებებს ეს რო ატარებ და იქაც გააჩნია. ესე იგი სმენელი რო რამდენად სატყავს იქიდან გამომდინარე ეს შესწავლილია და ეს ისეთი საოცრება რა გაუჭირდებოდა ჩვენს უფალს ხო ზეღვთისა ბოლოს და ბოლოს მაგრამ აი ეს ამით ჩანს მის გამაოგნებელი მზრუნველობა რომ აი იმას არ მოუყვებოდა იმას რაც იცოდა რომ ის მაინც ვერ გაიგებდა და არ მოისმენდა ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა რომ რაღაცნაირად რამდენად იყო მზაობა მათგან რომ გაეგოთ პირდაპირ ალბათ აი ფერისვალებას რაც მოხდა ვთქვათ დამხობა მათი მანამდეც გახსოვთ ბოდიში უნდა შეგაწყვეტინოთ მანამდე პირველ იგავს რომელსაც ყვება ეს არის ანი და ხოხქვია ამ იგავს ეს არის თესველზე ეს სამადგილზე სამის ვარიანტია და რომელმა მიიღო ბევრი ნაყოფი და ახლა მისთვის აღარ მინდა დრო დავკარგოთ და აი 12 მოციქულს ვამბობ პირველად რა თქმა უნდა მოსინჯა ასე ვთქვათ ხო უფალმა და მე-11 თავშია თუ არ ვთქვი მათ სახარებაში და პეტრე ცეცხლოვანი პეტრე მოციქული იმანა გაისკ უბედავდა ხოლმე ხო ხშირად უბედავს რომ დაუნება გამოგვითარგმანე ეს იგავიო რას ამბობ ვერ გავიგეთ და ეს ნიშნავს რომ წმინდა მამები ამბობენ რომ უფალი არა მხოლოდ ყვებოდა იგავს არამედ როგორც წესი უბრალოდ სახარებაში ამდენი საშუალება და ამის სასაჭიროება არ იყო რომ ყველა ეს განმარტება და ამიტომ ეგზეგეტიკა რო გაჩნდა ეგზეგეტიკაში ყველაფერი არის შესანიშნავად განმარტებული აი ეს არის ისე რომ იგავი 38 იგავი და თით რა არის კიდევ არის მიმართულებებით ეს იგავები დაწყობილი 7 ტომეული მაქვს მზად გამოცემულია მე-4 ტომი და 4 ტომი და მე რაღაცა მიზეზების გამო ვეღარისავქენი ბოლო მე ველოდები ღვთისმერთი მოწყალია ალბათ ეს ახსრულდება იმიტომ რომ მზად მაქვს ფაქტობრივად ეს არის დიდი შენობა
დიდი შენობა, ასე იგავის შენობა დავარქვი, რომლის საძირკველში წერია ცოდვა და სახურავში წერია ცხონება. და იგავები დალაგებულია სართულებზე, როგორ მივყავართ იგავებით უფალს ცოდვიდან ცხონებამდე. საინტერესო. საოცრება, ისაც მეც რაღაცნაირად ეს მადლობა უფალს, მე გაკვირვებული ვარ, მე მაღირსა ესა და რამდენად ღირსეულად შევასრულე ეს უფალმა იცის, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, უფალმაც იცის და ქართველმა მორწმუნე საზოგადოებამაც მშვენივრად იცის, თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია, დოდო, თქვენ რასაც აკეთებთ. სტუდენტებისთვის, ჩვენთვის, თქვენი წიგნებით, თქვენი, რა ვიცი, იგი თუნდაც ის, რომ დედა ენაზე მუშაობთ და ერთ-ერთი პიონერები ხართ, პირველი, ვინც ეს აღადგინა და გააკეთა და იგივე სკოლებში დააბრუნა მამებთან ერთად და ბევრ სხვა თანამოაზრესთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. და აქ რაღაცნაირად თქვენ რო ბრძანეთ დაალაგებული მაქვს, აქ როგორ გადგებათ ეთყობა მათემატიკა და როგორ გადგებათ რაღაც სქემები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეც ღმერთის შექმნილია. არქიტექტურაზე მიდოდა ჩამებარებინა და რადგან ვერ ხატავდი, ხაზავდი არაჩვეულებრივ, ვერ ხატავდი და მირჩიეს არ გინდაო და მადლობა უფალს. ხო, რა თქმა უნდა, ეს არქიტექტურა გამომადგა ახლა ამ შენობაში. აზროვნების ის არის ფორმაა და არაჩვეულებრივი და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე სულ მიყვარს სქემები და გეომეტრიული ფიგურები, ხშირად ხმარობ სამკუთხედს და სწორედ ამ შენობას. და გაგიღება მე. ეს დაკავშირების გარეშე ვერ გაიღება ხო? ძალიან საინტერესოა და მე იმედი მაქვს, რომ თქვა ამ იგავებზეც ვისაუბრებთ, მე ხვდები, რომ დღეს ვეღარ მოვასწრებთ, იმიტომ რომ ჩვენი დრო მთლიანად იწურება. თითქმის ამოიწურა და ეს იგავები და სწორედ ეს შენობა იქნებ განვიხილოთ 38 ესეც არ ვიცოდი 38 იგავი იყო, იმიტომ რომ ეს დათვლილი რომ არის. ზოგი მაგალითად იგავად მithlis მე ვარ წევსი კეთილი, ეს უკვე იგავიაო. სხარტი. ხო, ერცინა და შინა თქვამი, ხო? დიახ, და ასე შემდეგ. მე ვარ ჭეშმარიტება და ასე შემდეგ. და რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, მოკლედ რო ვთქვათ, რომ აი ეს კითხვაზე რა არის ქრისტიანი ქალის რაღაც ჭეშმარიტი მოვალეობა? აი ესე, აი ამ კითხვაზე მოკლედ რო ვთქვათ. მოკლედ ეს არის მორჩილებაში, სიტყვა მორჩილებაში და არჩევანში და გადარჩენაში არის ძირი რჩ, რომელიც არის სასჯელში რჯული. რჯულის მიერობა ძალიან გეხმარება ქრისტიანს იყო მორჩილი ქრისტეს ათიმცნებისა, იმისათვის რომ მიიღო 9 ნეტარების ერთი მუხლი მაინც. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ეს საინტერესო საუბრისთვის. აქვე მინდა შეგითანხმდეთ, რომ როგორც კი მორჩებით ამას იგავებს, რომ ჩვენთან მობრძანდეთ და პირველი ჩვენთან მოყვეთ. არა იმიტომ რომ პირველობა გვინდა, არამედ იმიტომ რომ მგონია რომ ის ძალიან გაფასებთ და ძალიან დიდ პატივს გცემთ. არა მარტო მე, რა თქმა უნდა. მადლობა და მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი დოდო გლონდი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.